ყველაფერი ისწავლოთ, ქვეყანა მიაყიდეთ არაბებს, იქით ინდუსებს, პაკისტანელებს, ჩემი ლოზუნგები მოწყვიტეთ კონტექსტებს და იმეორეთ და წმინდანებად მაღიარეთ და ქვეყანას ეშველებაო. არა, ილია ძალიან ფართო მასშტაბის იყო. ვისაც ილია სერიოზულად აქვს წაკითხული, მას ხედავს ყველაფერი აწუხებდა, რაც კი იყო უზარმაზარ სფეროსზე, მაგრამ ეხლა ვიძახოთ, ახლა ერი მამულის არწმუნებება და თან ქვეყანა ვყიდოთ. ეს მაგარი რაც ვიტყვით, ეხლა ქუთაისურად რო არ თქვა, ვეძებ იმ სიტყვას, ხო? მაგარი უპასუხისგებლობა. მერაბ კოსტავაძე, როგორც მოდით ასე ვთქვათ, საზოგადო სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელსაც არ დასცალდა, ხო, სწორია, ჩვენ ახლა კარგად უნდა გვეცმოდეს მისი წარსული, როგორც კაცი, ვაჟკაცი, იმიტომ რომ შეუძლებელია იმის გადატანა, რაც მან გადაიტანა იმ ციხეებში, სწორია, მაგრამ პატივი უნდა მივაგოთ მას. მაგრამ მისი შეურაცხყოფა, მისი ბრძოლის შეურაცხყოფა, მისი უთავბოლო გამეორება, იგივე შეიძლება თქვა ძვირად გამსახურდიაზე, იმიტომ რომ ყველა სერიოზული მოღვაწე მოქმედებს თავის დროში. თავისი დროის მიერ დასმულ საკითხებს უნდა გასცეს პოლიტიკამ პასუხი. ცხადია, ეროვნული მოძრაობა დამარცხდა სხვა თემა საუბრისა დამარცხდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს გადატრიალება მოახდინეს გარე დაკვეთით, ქართველებმა კარგად უნდა გაიგოთ, ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო შემსრულებელი, ვიცი ფული იყო, ყველაფერი ცნობილია. ჩვენ დღეს ვართ 2025 წელში და სრულიად სხვა მასშტაბის, სულ სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში დგას ქვეყნის წინაშე ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მე რა ქართველი ვიქნები, ან რა პატივისცემელი ვიქნები წარსულში დიდი მოღვაწეებისა, რომ მათი სიტყვები ვიმეორო უთავბოლოდ, არ შეიძლება წარსულის პროექცირება დღევანდელობაზე. სხვა კოორდინატთა სისტემაა, ჩვენ იმიტომ მოვკიდეთ ამას ხელი, რომ ვხედავთ სხვანაირად, ამას ვხედავთ არა ემოციის დონეზე, არა რაღაც ლოზუნგების დონეზე, არამედ მე პირადად ამაზე ფიქრი 1986 წელს გამოქვეყნდა ჩემი პირველი სტატია რეფორმები თუ მრავალწერტილი და კითხვის ნიშანი. აქედან მოყოლებული თითქმის 40 წელია მე არ დამიშურებია ძალღონე, რომ ამ ჭაობიდან გამოსასვლელი გზები მეძებნა, რა არ შევისწავლე, როგორ გამოვიდა სხვა ქვეყნები კრიზისიდან. თქვენ წარმოიდგინეთ ყველა ერთნაირად, მეტნაკლები პატარ-პატარა ყველგან სისტემის საპირისპირო კონტრელიტებმა გამოიყვანეს ქვეყანა კრიზისიდან. არის ნიუანსები ბრიტანეთში, საფრანგეთში, არის იაპონიის მაგალითი, სულ ახლახან დავწერე, იქ ზევიდან მოხდა გამოყვანა ქვეყნისა იმ წარსულიდან და ამას მართლაც და ფანტასტიკური იმპერატორი მაცუჰიტო ხელმძღვანელობდა და მეიძის ეპოქა ეწოდა, ანუ განათლებული მმართველობა. 1997 წელს გამოსულ ჩემ წიგნში პირდაპირ მიწერია საქართველოს ჭირდება თავისი მეიძის ეპოქა. იმ ბნელ წლებში ამაზე ვფიქრობდი, მე ვხედავ მომავლის ქართველს, აი პასუხი რაც კითხე, დიახ, მე ვხედავ, მე 1997 წელსაც ვხედავდი საქართველოს მომავალს, ძალიან მაგრად ხედავ ახლად. ქვაცად აგდია ქვეყანაში ის ამაქვს შესწავლილი, ბოლოს და ბოლოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ვარ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, სახელმწიფო მოწყობის ნაწილი რაცაა და ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ხო? ყველაფერი გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია პოლიტიკური ნება სახელმწიფოს დამხობის მერე 1992 წლის მერე. არალეგიტიმურებული ხელისუფლებებს არ ეყოთ პასუხისგებლობა, რომ თავიანთი არალეგიტიმურობა ქვეყნის სამსახურში, აი პროფესიული პასუხისგებლობის მქონე სამსახურით